იმან რომ ამ სპექტაკლმა განაპირობა თქვენი პოპულარობა და უკვე სადებიუტო ნაბიჯი გადადგით, ბევრი მოშურნე ჩდება ხოლმე გარშემო და იწყებენ სხვადასხვა პატარა ინტრიგების ჩახვას. არა, იცით რა, თვითონ ამ როლის თამაშის დროსაც კი მოხდა ეს. დიახ, განაწილებით მე გამანაწილეს, მაგრამ როდესაც დაიწყო რეპეტიციები, მცირე სცენაზე და ეს მუსიკა, ეს ცეკვები, ეს რაღაც აჟიოტაჟი ყველა და მოუნდა ძალიან ცნობილ მსახიობებს, რა თქმა უნდა, თამაში და გეტყვით ახლა ქალბატონ ლეილა აბაშიძე მაშინ იყო ჩვენთან თეატრში მოწვევი და ლეილა დაწერა განცხადება, რომ მინდა ეს როლი ასე იყო მაშინ, ვისაც სურვილი ჰქონდა, თქმა კი არა, იდებოდა ის განაცხადი და ამავე დროულად ქალბატონმა ლიკა ჭავჭავაძე. ორი ესეთი მეტოქი მყავდა. იმის შანსი იყო, რომ თქვენ უკვე აყვანილი ამ როლზე მოიხსენეთ და სიტყვაზე ლეილა აბაშიძე ქალბატონი ლეილა აბაშიძის დაიწერებოდა გვარი და სახელი, ეს იყო უკვე სპექტაკლის გამარჯვება. ბუნებრივია, თუმცა როდესაც დამწყები მსახიობი ხართ, პირველ ნაბიჯებს დგავთ და საპასუხისმგებლო როლსაც გაძლევენ. იგებთ, რომ გენიალურ მსახიობსაც სურს ეს როლი. არ დაგაკომპლექსათ, არ შეგბოჭა თუ პირიქით. როგორ არა, ეს განცდებთან არის დაკავშირებული. მახსოვს ვიჯექი პარტეში, დღესაც მახსოვს. გიждდებოდი, მაიმე არა, ესე კი არ უნდა გაგდეს. ესე იგი მე მზად ვიყავი უკვე ამ როლისთვის უკვე, მაგრამ იცით რატომ მოხდა ეგ ამბავი? ქალბატონ ლეილას ვერ გადადგა ის თამამი ნაბიჯი, რომ მას ჩაეცვა საცეკვაო კოსტიუმი. და მიხაილовичმა უთხრა, არაო, შენ ესე კი არაო, მეო პერანგში ვიქნებიო, ლეილამ უთხრა, თეთრი პერანგი. ევა არ დაბადებულა პერანგში, უკვე მიზეზი. არა, აი მანდ იყო რომ მიხაილовичმა მე გამიწია დიდი საქმე და ლეილა აღარ დათანხმდა ამ კოსტიუმს, ამ თამამ კოსტიუმს.